რატო არიღებენ ევროპულ დახმარებებს და რატო შეაჩერეს ზოგადად ეს პროცესი, რაც გულისხმობდა ქართული ჯარის გაძლიერებას, თუნდაც რომ ჩვენ ნეიტრალიტეტი გვინდა, იმიტომ რომ შეიძლება ომში აღმოჩნდეთ და რამდენჯერაც ნეიტრალურები ვიყავით და რამდენჯერაც ან რუსეთთან მოვინდომეთ დაახლოება, ყველა ჯერზე დავამთავრეთ ძალიან ცუდად. ანუ დავიწყოთ მოდი პირველი მიმართულებით 1920 წელს ჩვენ ნეიტრალური სახელმწიფო ვიყავით. ანუ ვავიღეთ ვალდებულება, რომ არავის არ დავესხმეოდით თავს. მაგრამ რუსეთი დაგვესხა და ვიომეთ თქვენ ნახევარი და ნუ ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ვიომეთ მაგრად. თან ნეიტრალურები ვიყავით. აფხაზეთის ომი როცა დაიწყო პირობითად დამწყნელს კონფლიქტი, სადაც ღია ჩაერია რუსეთი, ხო? მაშინაც არ გქონია რაღაც სწრაფვა ან რუსულ სამყაროსკენ, ან ევროპულ სამყაროსკენ, ხო? მაგრამ რუსეთი ღია ჩაერია ამ ომში და შემდგომში აგრძელებდა ღია ჩარევას როგორც სამშვიდობო მისიის მქონე სახელმწიფო, ხო? ყარაბაღშიც არც სომხეთს არ უნდა დააც აზერბაიჯანს რომელიმე მიმართულებით ჰორიზონტის 4 მხრის გათვალისწინებით წასულიყო არ ჩრდილოეთ, არ სამხრეთ, არ დასავლეთ, არ აღმოსავლეთით, ხო? მაგრამ რუსეთი იქაც ჩაერია ღიად. და მეორე 1801 წელს ხო ჩვენ ღიად გქონდა ვალდებულება აღებული, რომ ჩვენ რუსული იმპერიული პოლიტიკის პერიფერია ვიქნებოდით საკუთარი ავტონომიით. მაგრამ ეს ავტონომიას გაუქმნა რუსეთმა. ანუ არც ერთ მოცემულობაში, გინდა ავტონომიურში, გინდა ნეიტრალურში და გინდა როცა რუსეთთან რაღაც სიახლოვესკენ მიიწევ, არ მთავრდება სცენარი კარგად. ორივე ვარიანტში შენ ხდები მსხვერპლი. და როცა პირიქით დაყრდნობილი ხარ პარტნიორებზე, შენ გაქვს შანსი გადარჩე. ასეთი შანსი იყო მაგალითად 1919-20 წლებში, როცა ჩვენ ღიად მივდიოდით დასავლეთისკენ და დასავლეთ პარტნიორები გვეხმარებოდნენ და ადმირალი კოლჩაკი და გენერალი დენიკინი აღარ შემოვიდნენ საქართველოში მთელი რიგი ჩარევების გამო, ხო? სწორედ იმიტომ რომ საქართველოს ქონდა მაშინ დასავლური დიპლომატიის მხარდაჭერა და დასავლელი მეგობრების და დენიკინმა რაღაც რიგი მიზეზების გამო გააჩერა, ხო, საქართველოს ფრონტებზე ბრძოლა, იმიტომ რომ შეეშინდა, ანუ და როცა რჩება საქართველოს რუსეთს პირისპირ ან ნეიტრალური ყველა ჯერზე ვამთავრებთ ოკუპაციით, ტრავმით, მსხვერპლით და შემდგომში უკვე გლოვით.